გამარჯობა ეთერშია კურიერის 3 საათზე ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესოკა აფიანიძე გაგაცნობთ. ნაციონალური მოძრაობის მიერ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე ჩადენილი დანაშაულის შედეგებზე და შეცულ მიდგომებზე მთავრობის მეთაურის შემდეგ ვრცელ წერილს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აქვეყნებს. ირაკლი კერცხალია წერს, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა და კონკრეტულ მიდგომაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის მიხედვითაც ნაციონალური მოძრაობის და მასთან აფილირებული აგენტურული ძალებისთვის რადიკალური ანტირუსული განწყობების გასაღვივებლად 2008 წლის აგვისტოს ომის საკმარისი არ აღმოჩნდა. ირაკლი კერცხალია ამჯერად ყურადღებას კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე ამახვილებს. იხსენებს კონკრეტულ ადამიანებს და მაგალითებს, რომლებიც მისი თქმით 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას და იქაურ პროექტებში ჩართულობას არ ერიდებოდნენ. თუმცა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მათი რიტორიკა და ქმედებები განსაკუთრებით ანტირუსული გახდა. უმრავლესობის ლიდერის წერილზე შეფასებებს ანუკა ბუავა გაგვაცნობს ანუკა ეთერში. მოდელი საერთო გადაწყვეტილებები და ნაბიჯები, რომლებიც და დამთხოვები, რომლიცაც არ ჯერა სახელისუფლებო გუნდს უმრავლესობის ლიდერის მსგავსად ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ შემდგარი ფაქტი, რომლის თანახმადაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ კულტურის სფეროს წარმომადგენლები ოკუპანტ ქვეყანაში ჩადიოდნენ და თამამად მართავდნენ სხვადასხვა ღონისძიებას, კონცერტებსა თუ იღებდნენ სხვადასხვა აქტივობაში მონაწილეობას, ადასტურებს იმას, რომ ოპოზიციის, ნაციონალური მოძრაობის და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პარტიების მსგავსად, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების მსგავსად კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლებიც უცხოური დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ და უცხო დაკვეთების ერთიან მოდელში იყვნენ გაერთიანებულები, რომლის თანახმადაც მათ ჰქონდათ ერთგვარად დავალებული, როგორც მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ანტირუსული რიტორიკა უნდა გაღრმავებულიყო სწორედ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ და არა აგვისტოს ომის დროს, როდესაც მათივე სამშობლო იბომბებოდა. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები, რომელსაც ადგილი ჰქონდა სწორედ კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. ის რიტორიკა, რაც ჰქონდა სააკაშვილის ხელისუფლებას, მას შემდეგ, რაც მოხდა 2008 წლის ომი, დავკარგეთ ტერიტორიები, დაგვეღუპა გმირი ჯარისკაცები, მშვიდობიანი მოსახლეობა, განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაკარგული ტერიტორიები, ამის შემდეგ ხო გვახსოვს ოფიციალური წერილები, განცხადებები, message box-ი ჰქონდათ, რომ აი რუსები აუცილებლად ჩამოსულიყვნენ, ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დაეთვოთ ურთიერთობა, კულტურული ღონისძიებების გამართვასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილები იგზავნებოდა, კონცერტები იმართებოდა რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ქართველი მომღერლების, მსახიობების და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების მხრიდან. ეს მიუთითებს იმაზე, რომ უბრალოდ მათი პატრონების მხრიდან მოდიოდა ეს დავალება, რომ ეს მიდგომა უნდა ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი, რა თქმა უნდა, შეიცვალა message box-ი და პატრონების მხრიდან წამოვიდა უკვე სხვა დავალება, რასაც ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვხედავთ იმ რიტორიკას და იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ მათი მხრიდან. პროფესიის მიუხედავად საქართველოში გარე ინტერესებს რომ ატარებენ კონკრეტული ადამიანები, სწორედ ამაზე გააკეთეს აქცენტი დღეს ქართულ ოცნებაში, მათ ისაუბრეს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით, კონკრეტულ ღონისძიებებზე და კონკრეტულ პირებზე, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთში კონცერტებს მართავდნენ და იღებდნენ სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას. მმართველი პარტიის თქმით, ეს ადასტურებს იმას, რომ მიზანმიმართული ქმედება იყო ანტიქართული ქმედება, რომელსაც ადგილი ჰქონდა მათ შორის როგორც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა თუ ამჯერად უკვე კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან, რომელსაც მათ შორის, რომელთან დაკავშირებითაც არ სურთ საუბარი ოპოზიციის წარმომადგენლებს, ისინი სწორედ კულტურის სფეროს წარმომადგენლების მხრიდან გამართულ სხვადასხვა ღონისძიებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას დღეს თავს არიდებენ. ნაცმოძრაობის ქმედებები რაიმე ლოგიკას არ ექვემდებარება, ამიტომ რატომ შეიცვალა ამას რაიმე პოლიტიკური და ლოგიკური ახსნა ჩემი მხრიდან ვერ ექნება.
ფაქტია და საზოგადოება ძალიან კარგად ახსოვს რა მასშტაბის ქმედებებს ჰქონდა ადგილი 2008 წლის შემდგომ კულტურის მოღვაწეები თუ მეცნიერების ცალკე სფეროდან ცალკეული პირები პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ ჩვენურად თანამშრომლობდნენ რუსეთთან არანაირი პრინციპული დამოკიდებულება არ ჰქონდათ მიუხედავად 2008 წლის ომისა მიუხედავად 400-ზე მეტი დაღუპულისა დაკარგული დროებით ტერიტორიებისა და ასე შემდეგ ჩვენურად დაიარებოდნენ, ატარებდნენ კონცერტებს, საკუთარ საქმიანობას ახორციელებდნენ და აგრძელებდნენ რუსეთში და დღეს, როდესაც უკრაინასთან მიმართებით რუსეთმა განახორციელა უკვე მეორედ აგრესია, დღეს ეგრეთ წოდებული პრინციპულობა და გამოიჩინეს, რაც პირდაპირ რუსოფობიაში არის გადაზრდილი, რაც ნიშნავს ეს ყველაფერი, სწორე კითხვის ნიშნები იყო დასმული და სწორედ საზოგადოებამ თვითონ გაცეს პასუხი ეს შემთხვევითი დამთხვევა, რომლის დაჯერებაც ნამდვილად რთულია, თუ რაღაც მიზანმიმართული ერთიანი ფრონტით განხორციელებული ქმედებები, რომელიც სამწუხაროდ ანტიქართულ ხასიათს ატარებს. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ვრცელი წერილით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის მიერ ერთი კვირის წინ გამოქვეყნებულ ანალიზს, სადაც ირაკლი კობახიძე საუბრობდა რუსოფობიასთან დაკავშირებით დასვა არაერთი შეკითხვა. დღეს კი უმრავლესობის ლიდერმა ისაუბრა რუსოფობიაზე, მათ შორის ძირითადი აქცენტი ირაკლი კირცხალიამ სწორედ კულტურის სფეროს წარმომადგენლებზე გააკეთა და მათ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ და უკვე 2022 წლის შემდეგ თუ როგორ შეიცვალა მათი რიტორიკა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. მადლობა ანუკა, თქვენ მსმენთ ანუკა ბუავას. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი იხსენებს მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ქმედებებს, რომლებმაც აგვისტოს ომის დასრულებიდან მალევე რუსეთთან კულტურულ-ჰუმანიტარული კავშირების აღდგენაზე დაიწყეს საუბარი. ამ პერიოდში იმ ძალების წარმომადგენლებისა და კონკრეტული ადამიანებისგან, რომლებიც დღეს რუსოფობიას ავრცელებენ, რაც მოძრაობის კრიტიკა არ მოგვისმენია. სამაგიეროდ უკრაინაში რუსეთის მხრიდან მეორედ შეჭრის შემდეგ ყველაფერთან, რასაც რუსეთთან შეიძლება კავშირი ჰქონდეს, შეურიგებელ მებრძოლებად მოგვევლინე. წერს ირაკლი კირცხალია. საკუთარ წერილში პრემიერ-მინისტრმა რიტორიკული შეკითხვაც დასვა, თუ რატომ იქცნენ ეს ადამიანები რუსოფობებად ახლა და არა მაშინ, როდესაც საქმე საქართველოს ეხებოდა. ამ ერთი შეხედვით ალოგიკურ მოცემულობას აქვს უმარტივესი პასუხი, რომელიც ყველაფერს ლოგიკურ ჩარჩოებში აქცევს. არც ნაცმოძრაობა და მათი მოკავშირეები, არც NGO-ები და არც სამოქალაქო აქტივიზმს თუ სამეცნიერო სფეროს ამოფარებული კონკრეტული ადამიანები, არც 2008-12 წლებში და არც დღეს არიან დაამოუკიდებლები. ისინი არიან მანევრების გარეშე დარჩენილი აგენტები და ყურმუჭრილი მონები, რომლებიც გარე დავალებებს უსიტყვოდ ასრულებენ. ისიც ნათელია ამ ხალხს რატომ დაავალეს რუსეთის წინააღმდეგ არა 2008 წლის აგვისტოს შემდეგ, არამედ ახლა გააქტიურება. გლობალური ომის პარტიას რუსეთთან დაპირისპირებაში ევროპის ჩასართავად დღეს მიმდინარე ომის მასშტაბი სჭირდებოდა, რაც თავის მხრივ აღნიშნული იდეის მხარდაჭერის მობილიზაციისთვის კონკრეტულ საზოგადოებებში, განსაკუთრებით კი საქართველოში ანტირუსული განწყობების გაყვებების აუცილებლობას აჩენდა. იმის გასაანალიზებლად Deep State-ის აღნიშნულ გეგმაში საქართველოს მნიშვნელოვანი როლი რატომ შეიძლება ჰქონოდა, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მდებარეობისა და ისტორიული კონტექსტის გააზრებაც კმარა. პრემიერ-მინისტრმა შესანიშნავად ახსნა ის მოდელი, რომლის მიხედვითაც გარე ძალების აგენტებად ქცეული ადგილობრივი პოლიტიკოსები და ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მოქმედებენ. თუმცა ზემოთ აღნიშნულ მოდელში არა მხოლოდ ისინი, არამედ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებიც იდეალურად თავსდებიან, რაც ადასტურებს, რომ პროფესიის მიუხედავად ჩვენს ქვეყანაში გარე ინტერესებს არაერთი ადამიანი ემსახურება. ამის საუკეთესო მაგალითი კი კონკრეტული იმ ეგრეთ წოდებული კულტურის მოღვაწეების ვრცელი სია, რომლებიც 2008-2022 წლებში რუსეთში საქმიანობას და იქაურ პროექტებში ჩართულობას არ ერიდებოდნენ. თუმცა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მათი რიტორიკა და ქმედებები განსაკუთრებით ანტირუსული გახდა. ყველამ იცის, რომ სუხიშვილებმა 2013 წლის აპრილის დასაწყისში, მაშინ როდესაც აგვისტოს ომიდან 5 წელიწადიც არ იყო გასული, სანქტ-პეტერბურგში გრანდიოზული კონცერტი გამართეს. თუმცა დღეს ანსამბლი რუსეთში კონცერტების გამართვაზე უარს ამბობს. აგვისტოს ომის შემდეგ შოსტაკოვიჩის სახელობის სანქტ-პეტერბურგის ფილარმონიაში სიმფონიურმა ორკესტრმა 2 კონცერტი გამართა და ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით დაუკრა. როგორც მოგვიანებით ერთ-ერთ გადაცემაში განაცხადა, მისთვის პოლიტიკა არ არის მიზეზი, რომ რუსეთში არ წავიდეს. მისთვის მიზეზი თავმოყვარეობაა. როგორც ჩანს, აგვისტოს ომის შემდეგ თავმოყვარეობამ არ შეაწუხა. თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ თუ კი მკვეთრად ანტირუსულ პოზიციას არ დაიკავებს, მწველ სირცხვილს იგრძნობს. გვერდს ვერ ავუვლი ევროპული მომავლისთვის თავგანწირულ ბოლო პერიოდში გამუდმებით ანტირუსული პოზიცია
პოზიციებით გამორჩეულ პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც იმის გარდა რომ რუსი ბანის სახელით დაიმკვიდრა სახელი 2008 წლის ომის შემდეგ რუსეთში ჯერ 2012 წელს, შემდეგ კი 2018 წელს უკვე პუტინის თანდასწრებით იმღერა. ჩამონათვალი შორს წაგვიყვანს, თუმცა მხოლოდ აღნიშნულ სამ შემთხვევაში წარმოდგენილი კონკრეტული ფაქტების ადასტურებს ქცევის მოდელს თუ როგორ არ ამბობენ უარს რიგი ეგრეთ წოდებული კულტურის მოღვაწეები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთთან ურთიერთობაზე და იქ საქმიანობაზე ან რუსულ პროექტებში მონაწილეობაზე. პარალელურად კი ნაცმოძრაობას რუსეთის ინტერესების ხელშემწყობი გადაწყვეტილებებისთვის არასდროს აკრიტიკებდნენ. ამავდროულად მათ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თავისებურება აერთიანებთ. 2022 წლის, ანუ უკრაინაში რუსეთის მეორე ჩეჭრის შემდეგ მათში პატრიოტულმა გრძნობებმა გაიღვიძა. გამოირჩევიან ანტირუსული რიტორიკით, ხმალამოღებული იბრძვიან ჩრდილოელი მეზობლის წინააღმდეგ, რაც ფაქტობრივად რუსოფობიამდე მივიდა. სხვადასხვა მათ შორის კულტურის სფეროს წარმომადგენელ ცნობად სახეებს, რომ დიდი გავლენა აქვთ და მათი ქცევები თუ მოწოდებები, რომ საზოგადოების კოლექტიურ აღქმის ჩამოყალიბებაზე პირდაპირ გავლენას ახდენს, ამაზე ყველა თანხმდება. ერთი შეხედვით ასე ალოგიკურად რატომ იქცევიან და არის თუ არა დამთხევა, რომ კულტურის სფეროს კონკრეტული წარმომადგენლები ზუსტად იმ მოდელის მიხედვით მოქმედებენ, როგორც უცხოძალების უსიტყვოდ მორჩილი პოლიტიკოსები და ინჯეუშნიკები, ამაზე თუ გსურთ ვიმსჯელოთ. პირადად მე ასეთი დამთხევების არ მჯერა. სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის მუხლებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. გიორგი ბარამიძის განცხადებების შემდეგ აღძრული საქმის ფარგლებში საგამოძიებო უწყებას ჩვენება დღეს ვეტერანებმა მალხაზ თოფურიამ და გია ნიშნიანიძე მისცეს. პროკურატურაში იმყოფებოდა ჟურნალისტი კობა ლიკლიკაძეც. უწყებამ გამოძიება ბარამიძის განცხადების გამო დაიწყო, სადაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ქართველი მებრძოლები აფხაზეთის ომში სამხედრო ტყვეების დახვრეტაში დაადანაშაულა. თემაზე საუბარს პირდაპირ ეთერში ლიკა ალელიშვილი გააგრძელებს. ლიკა, გისმენთ. რამდენიმე წუთის წინ დატოვა კობა ლიკლიკაძემ გენერალური პროკურატურის შენობა, მან მედიასთან გააკეთა კომენტარი, კიდევ ერთხელ გაიხსენა აფხაზეთის ომი, რომლის საომარი მოქმედებების დროს ლიკლიკაძე სწორედ იმყოფებოდა ადგილზე, აფხაზეთის ტერიტორიაზე და კიდევ ერთხელ თქვა, რომ მას არასდროს სმენია, რომ ქართველ მებრძოლებს სამხედრო ტყვეები დაეხოცათ. კობა ლიკლიკაძე მიიჩნევს, რომ გიორგი ბარამიძემ ბოდიში უნდა მოიხადოს მთელი საქართველოს წინაშე და უნდა მოიხადოს გულწრფელი ბოდიში. ამას ითხოვენ, რა თქმა უნდა, სხვა ვეტერანები, მაგალითად მალხაზ თოფურია პასუხობს ამ წუთებში გამომძიებლების შეკითხვებს და სანამ გამოკითხვაზე შევიდოდა ვეტერანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა პირდაპირ, რომ გიორგი ბარამიძე მიცრუა, როდესაც თქვა, რომ ქართველი მებრძოლები ხოცავდნენ სამხედრო ტყვეებს, მოგვიანებით შეცვალა პოზიცია და ეს ყველაფერი უკვე ხალხს დააბრალა. მალხაზ თოფურიაც მიიჩნევს, რომ გიორგი ბარამიძემ ნამდვილად უნდა მოიხადოს ბოდიში საზოგადოების წინაშე. ეს განცხადება ემსახურება უცხო ჩრდილოეთ ქვეყნის ბედნიერებას. მეტის შეფასება არ არსებობს, თან არანაირი სინანული არის ადამიანს რაღაც სისულელე წამოწდეს, არის რაღაც ჯერ აიცის ვიხრეთ წინახაზე არ ყოფილა, ერთი ღამე არ აქვს ანგარში გათენებული ინფორმაციისთვის. მეომარ ბარამიძეს არც ერთი ღამე არ აქვს ანგარში გათენებული. ტყუილი ის ყოველთვის გამოწყებული, დაუთოებული და გაპრიალებული დასეირნობდა. მიზანი ერთია, გაბედნიერდა სეპარატისტული მთავრობა და რუსეთს გაუჩნდა შანსი, რომ თურმე ეთნიკური წმენდა არის არაშემთხვევითი, არამედ მიზან მიმართული, იმიტომ რომ ქართველები ჩავდიოდით და ხრიტავდით აფხაზებს, ხოლო აფხაზები რუსული დისციპლინით გამოირჩეოდნენ, რაც სიკეთეს ნიშნავს, ქართველობა ბოროტებას. რახან ამას ამბობს, ესე თვითმხილველია თუ ჭორიკანა, ეგაც უნდა ვიცოდეთ. დაადოს ხელი ხრიტავ ადამიანებს, აი თქვა მე ვარ ერთ-ერთი, ხო? ხრიტავდი, მე ვეკითხები, მე დამიხრეტია ვინმე. მაგას ომი ნანახია მხოლოდ და მხოლოდ კინოთეატრებში. ადამიანი, რომელმაც SNG-ში თავის ბოლოხვით შეატრია საქართველოს, მე მომიტრიალდება და რუსეთობას მე დამიწახის. მე პირადად ბატონი გიორგი იქ არ მინახავს, მაგრამ სმენია, რომ ის მონაწილეობდა ტყვეთა გაცვლის პროცესში. ამ კატეგორიის სახელმწიფო მოღვაწეს სხვადასხვა თანამდებობებზე მყოფი, ასეთ რამეს არ უნდა მაკეტებდეს და არ უნდა ეყოს გამბედავა, რომ მოიხადოს სწრაფად ბოდიში და შეცვალოს ის, რაც მან აი ესე მკაფიოდ ერთმნიშვნელოვნად არ გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ამ ბოდიში ყველაფერი მოგვარდებოდა, რომელსაც დიდხანს ელოდებოდნენ ვეტერანები, ადამიანები, რომლებსაც ბევრი ქართველი პოლიტიკოსისგან განსხვავებით არც ხელფასი აქვს მაღალი, არც სოციალური მდგომარეობა აქვს მარტო ღირსება და იმას, როდესაც იტყვი, რომ ტყვეებს ხვედენ, ხოლო იქით მხარე თურმე ანგელოზია რუსული დისციპლინით მოქმედებს, ეს მათ ღირსებას ლახავს და ეს იყო ალბათ ყველაზე უფრო მეტი, რამაც გამოიწვია აღელვება.
გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება საქართველოს ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის მიმართვის საფუძველზე სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში დღეს დილიდან გამოკითხვები გაგრძელდა. გენერალურ პროკურატურაში უკვე გამოიკითხნენ კობალი კლიკაძე, ასევე ვეტერანი გიორგი გიანიშნიანიძე. ამ წუთებში კი როგორც გითხარით, გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს ვეტერანი მალხას თოფურია. მადლობა ლიკა, თქვენ უსმენთ ლიკა ალერიშვილს. გიორგი ბარამიძის განცხადებაში ანტისახელმწიფოებრივსა და დანაშაულის შემცველ ნიშნებს ვერ ხედავენ ნაციონალურ მოძრაობაში. ყოფილ სახელმწიფო პარტიაში ამბობენ, რომ მათი მთავრობის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თავად გააკეთა უკვე განმარტება. ხალხის ძალაში კი ბარამიძის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებაზე შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ელოდებიან. პარტიაში ამბობენ, რომ მისი ეს ქმედებაც გარეძალების დავალების შედეგია. ძალიან მაგარი ადამიანი. არსებობს გია ბარამიძის პასუხი, სადაც მან ერთ მხრივ ბოდიში მეუხდა, მეორე მხრივ დააზუსტა თუ რას გულისხმობ. მე მგონი ეს განმარტება ყოველთვის არის დამაკმაყოფილებელი და მათ შორის აქ არაფერი სისხლის სამართლებრივი დევნის საფუძვლები არ არსებობს. ეს არის ზუსტად გამოვლინება და ბუნებრივი გაგრძელება ბარამიძის განცხადება აი იმ რეზოლუციისა, სადაც საკუთარ სამხედროებს დააბრალეს ომის დაწყება და ეხლა უკვე ტყვეების დახვრეტა. ეს არის ის საკითხი, რა საკითხთან დაკავშირებითაც წამოწდენები არ არსებობს. სამშობლოს და სამხედროებს საკუთარს რო დააბრალებ ხანომის დაწყებას და ტყვეების დახვრეტას, ეს წამოწდენით არ ხდება. ეს შიგნით გიზის. და ძალიან საინტერესო იქნება ამ შემთხვევაში გამოძიების პროცესი, რასაც იმედი გვაქვს, რომ საზოგადოებას აცნობებს საგამოძიებო უწყება. პრემიერ-მინისტრი საქართველოში გაეროს მუდმივ კოორდინატორს შეხვდა ყურადღება დაეთმო 2026-30 წლების გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩოს განხორციელების პროცესში ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოს მთავრობისა და გაეროს აგენტოების მრავალწლიან თანამშრომლობას, მხარეებმა განიხილეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული ვითარება. დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ანა აბულაძეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა ელჩს თანამდებობაზე დანიშნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ანა აბულაძეს მრავალწლიანი დიპლომატიური საქმიანობის გამოცდილება აქვს. ის 2018 წლიდან საქართველოს დიპლომატიურ მისიებში სხვადასხვა პოზიციას იკავებდა. პრემიერის შემდეგ ანა აბულაძეს პრეზიდენტი შეხვდა. საუბარი შეეხო საქართველო-ლატვიის ურთიერთობებს, ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პერსპექტივებსა და დიპლომატიური მისიის ფარგლებში საქართველოს ინტერესების ეფექტიანად წარმოდგენის მნიშვნელობას. პრეზიდენტმა ახლა დანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მორიგი უსამართლო მიდგომა და ორმაგი სტანდარტი. ასე აფასებენ თბილისში ანგარიშს, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აერის იმპორტი გაზარდეს. გამოცემა ველტის ცნობით ივნისში რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აერის იმპორტი გასული წლის იმავე თვესთან შედარებით 14%-აა მომატებული. ანგარიშის მიხედვით რუსეთში გაყიდვებიდან დღეში დაახლოებით 60 მილიონი ევრო შედის. რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აერის ყველაზე მსხვილი იმპორტი არის საფრანგეთი იყო. ეს იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი რუსულ გაზზე დამოკიდებულების შემცირების პოლიტიკას ატარებს და 2027 წლისთვის რუსულ ბუნებრივ და თხევად აირზე სრულად უარის თქმას გეგმავს. მკითხულობთ სტატიაში. თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში მირიან გორგოძე შემოგვერდება. მირიან, გისმენთ. ევროკავშირის ოფიციალური პოლიტიკა ნამდვილად არის რუსული ენერგორესურსებზე წვდომის შემცირება და ზოგადად რუსეთის ბუნებრივ თუ თხევად აირზე სრულად უარის თქმა უახლოეს წლებში, თუმცა ამ გაცხადებული ოფიციალური პოლიტიკის მიუხედავად აბსოლუტურად სხვა ფაქტორებზე მეტყველებს ოფიციალური მონაცემები. ამ შემთხვევაში გერმანული გამოცემა ველტი აქვეყნებს ახალ მონაცემებს. საუბარია ბოლო პერიოდში, კონკრეტულად კი 2026 წელს ევროკავშირის ქვეყნების მიერ ბუნებრივი აირის შესყიდვის მიმართულებით რუსეთთან წარმოებულ სავაჭრო ეკონომიკურ ხელშეკრულებებზე, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ 2026 წელს ევროკავშირის ქვეყნები პირიქით ზრდიან რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვა.
შეხედვას, მაგალითად 2026 წლის პირველ ნახევარში ევროკავშირის ქვეყნებმა რუსეთიდან 10 მილიონი ტონა ტვირთი მიიღეს. ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტის პოლიტიკა, როგორც მართველი გუნდის ლიდერები აცხადებენ, როდესაც ჩვენ ერთის მხრივ ხვდებით ევროკავშირის მხრიდან გარკვეულწილად მოთხოვნას საქართველოს მისამართით, რომ საქართველომ გარკვეულწილად გაამკაცროს პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში და მეორეს მხრივ ხედავთ ამ ოფიციალურ მონაცემებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ თავად ევროკავშირის ქვეყნები აფართოვებენ სავაჭრო ეკონომიკურ კავშირებს რუსეთთან. ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი, აი ძალიან კარგი მაგალითია ორმაგი სტანდარტი. ძალიან კარგი მაგალითია იმისა, როგორ არ უნდა მოიქცეს ამ შემთხვევაში ევროკავშირი. ესე იგი, ჩვენ გვეუბნებიან, რომ აი თქვენ გაწყვიტეთ ყველანაირი სავაჭრო ურთიერთობები, დაუწესეთ სანქციები რუსეთს. ამით ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ რუსეთს ვერაფერს ვერ დავაკლებთ, მაგრამ დავაზიანებთ საკუთარ ქვეყანას, დავაზიანებთ საკუთარ ხალხს. ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. არა მხოლოდ ბუნებრივი აირით გადახედეთ სხვადასხვა ევროპულ ქვეყნებს, თუნდაც სავაჭრო ურთიერთობების თვალსაზრისით, როგორ არის მონაცემები ბოლო წლების განმავლობაში. მას შემდეგ, რაც გაჩაღდა რუსეთ-უკრაინის ომი და მას შემდეგ, რაც ჩვენ მოგვიწოდებდნენ, რომ გავწყვიტოთ სავაჭრო ურთიერთობები და თვითონ როგორ აგრძელებენ ამ ყველაფერს. ძალიან სამარცხვინოა ეს ყველაფერი. ამ საკითხებზე დეტალურად საუბრისგან იკავებენ მართველი გუნდის თავს იკავებენ მართველი გუნდის ოპონენტები და ამბობენ მხოლოდ იმას, რომ ნებისმიერი ქვეყნის ინდივიდუალური გადაწყვეტილება ისინი ამ პირობებში გაზრდიან თუ პირიქით შეამცირებენ რუსეთიდან ბუნებრივი აირის შესყიდვას და ეს პოზიცია მართველი გუნდისთვის კიდევ ერთი მიზეზია მათი ოპონენტების კრიტიკისა და ამბობენ ქართულ ოცნებაში, რომ ოპოზიცია ზოგადად ამჯერადაც თვალს ხუჭავს მთავარ ფაქტორებზე და იმ არასამართლიან დამოკიდებულებაზე, რომელსაც ევროკავშირი აწარმოებს საქართველოს მიმართულებით, როგორც მართველ გუნდში ამბობენ ევროკავშირის მხრიდან ოფიციალური თუ არაოფიციალური დირექტივების შესრულება დამანგრეველი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის. ყველა ის კომპანია, რომელიც არაკეთილსინდისიერად იქცევა თანამშრომლობს ბარბაროსულ რეჟიმთან, აუცილებლად აგებს პასუხს და გადაიხდის პოლიტიკურ ფასს. ეს მოხდება საქართველოში და ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ცდილობენ პუტინის რეჟიმის გაძლიერებას. ფულს ვისურვიცხავთ რუსეთის ფედერაციას, რომელმაც 2008 წლის ომი მოახდინა საქართველოში, დღემდე მეხუთე წელია უკრაინაში ომი მიმდინარეობს, ხალხი იხოცება და ამ დროს ევროკავშირი ფულს ურიცხავს რუსეთს, რომ შეიძინოს მერე ტყვეები იარაღი და ებრძოლოს უკრაინას. და ჩვენ გვეუბნებიან საქართველოსო, თქვენ შეერკინეთ ახლა რუსეთსო. მერე ჩვენ რუსეთს ფულს გადავუხდით, იმიტომ რომ ნავთობი გვჭირდება, აბა ხო არ გავიყენებით და სინათლეც გვინდა და საქართველოს ახლა რა ინტერესები ექნება, რა შეაინტერესებს ევროპულ ბიუროკრატიას. ამ ფონზე საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი, რომ რამდენიმე კვირის წინ ივლისის დასასრულს ევროკავშირმა შეათანხმა რუსეთის წინააღმდეგ მორიგი 21 სანქციების პაკეტი, რაც რუსული ენერგეტიკული სექტორის, კერძოდ კი თხევადი ბუნებრივი აირის და ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნების შეზღუდვას და ეკონომიკური ზომების გამკაცრებას ისახავს მიზნად. მადლობა მირიან, თქვენ უსმენთ მირიან გორგოძეს. ყაზახეთი ნავთობის ექსპორტისთვის დამატებით მარშრუტებად განიხილავს ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ბაქო-სუფსის მარშრუტებს და კასპიის ზღვის გავლით აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ტრანზიტს. ამის შესახებ ყაზახეთის ენერგეტიკის სამინისტროში სააგენტო ინტერფაქს ყაზახეთს განუცხადეს. სამინისტროში აღნიშნეს, რომ კასპიის მილსადენის კონსორციუმის არასტაბილური მუშაობის ფონზე ყაზახეთის საქართველოს ნავთობის ექსპორტის დამატებით მიმართულებად განიხილავს. ყაზახეთის ეროვნულმა ნავთობისა და გაზის კომპანიამ 2026 წელს 2025 წელთან შედარებით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენით ნავთობის ექსპორტის 31%-ით გაზრდა დაგეგმა. ლევან ჟორჟოლიანი ბელარუსის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩის ეხთა ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების დინამიკას სხვადასხვა მიმართულებით და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებს. განიხილეს სავაჭრო ეკონომიკური კუთხით საქართველოსა და ბელარუსის შორის არსებული კავშირები და მათი შემდგომი გაღრმავების შესაძლებლობები.
ხაშურის საკრებულოს დეპუტატმა ირინე გელაშვილმა პარტია გახარია საქართველოსთვის დატოვა. იგი საკრებულოში საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის მანდატით აგრძელებს. ირინე გელაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში პარტია გახარია საქართველოსთვის სახელით იყრიდა კენჭს და საკრებულოშიც ამ პარტიის სახელით აერჩიეს. პარტიის დატოვებასთან დაკავშირებით გელაშვილი კომენტარს არ აკეთებს. რუსაველის გამზირის რეაბილიტაციის პროცესს დედაქალაქის მერია ადგილზე გაეცნო. სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. თამარ ჭოველიძის ქუჩის კვეთიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში 24 საათიან რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში სრულად ხდება მიწისქვეშა და მიწის ზედა ინფრასტრუქტურის განახლება. ჩვენ ახლა პირველი რასაც ვაკეთებთ და აქტიური მუშაობა რადგან მიმდინარეობს, გვინდა რომ სექტემბრისთვის ჭოველიძიდან ელბაქიძის აღმართამდე მთლიანად ეს მონაკვეთი იყოს მოწესრიგებული, ან გადაადგილება ავტომობილებით იყოს შესაძლებელი. ქვედაფენებში გვინდა მოვაქციოთ, რადგან სამუშაოები შემდეგაც გაგრძელდება იმისთვის, რომ გადაადგილების თვალსაზრისით ის დისკომფორტი, რაც გვაქვს დღეს ქალაქში, გარკვეულწილად მოიხსნას და ამ მონაკვეთის გახსნაც დაეხმარება განპირთვაში. როგორც გითხარით, სამუშაოები დამთავრდება ნოემბერში და ყველანაირად მოწესრიგებული, განახლებული და გალამაზებული იქნება რუსთაველის გამზირი. ჩვენ ახლა ვიმყოფებით კაკაბაძის და ელბაქიძის დაღმართის კვეთაზე, სადაც ასევე შეიცვლება სამანქანო მოძრაობა, მოეწყობა სამანქანო კვანძი, რაც მოსახლეობას საშუალებას მისცემს, რომ როგორც ელბაქიძის დაღმართიდან ამომავალი მანქანები გააგრძელებენ მოძრაობას მთაწმინდისკენ კაკაბაძის ქუჩისკენ, ისევე კაკაბაძის ქუჩიდან ჩამოსვლელი მანქანებს შესაძლებლობა ექნებათ ისე, რომ აღარ წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ, პირდაპირ გადაადგილდნენ მარჯვენა სანაპიროსკენ, ასევე ცვლილება იქნება რუსთაველის გამზირის მხრიდანაც, მარცხნივ მოხვევა იქნება დაშვებული კაკაბაძის ქუჩის მიმართულებით, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ საჭირო აღარ იქნება ჭოველიძის ქუჩიდან, მხოლოდ ჭოველიძის ქუჩა აღარ იქნება, მოკლედ ერთადერთი შესაძლებლობა ზემო მთაწმინდაზე მოსახვედრად, ზანდუკელის ქუჩაც იქნება მათ შორის ალტერნატივა. თბილისში ქურდობის ბრალდებით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ორი მოქალაქე დააკავეს. გამოძიების მიხედვით ბრალდებულები ერთ-ერთ ავიარეისით მგზავრობისას თვითმფრინავის ბორცვზე მყოფი ორი მგზავრის კუთვნილ $7,800 და €450 მართლ საწინააღმდეგოდ დაეუფლნენ. სამართალდამცველებმა ნაკურდალი თანხანი უტკიცებად ამოიღეს. დაკავებულებს 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის შეკვეთით განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის სასამართლო პროცესი იწყება. დღეს იმართება წინა სასამართლოს ხდომა, რომელზეც მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს მუხრით, რაც შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზებას გულისხმობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდეან უვედო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. რომანოვ-ფარცხალაძე რუსეთის მოქალაქეა, მის მიმართ კი საერთაშორისო ძებნა გამოცხადებული. ეს გვაქვს წინა სასამართლოს ხდომა, სადაც განვიხილავთ მტკიცებულების დასაშვებობის საკითხს, მათ შორის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვების საკითხს და გადაეცემა თუ არა საქმე არსებით განსახილველად. ბრალდების ხარეს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მათ შორის ყველა ის მოწმის ჩვენება, წერილობითი მტკიცებულებები, დამატებით გამოთხოვილი იქნა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძის საბანკო ანგარიშები, გამოთხოვილი იქნა მის მობილურ ტელეფონზე დეტალური ინფორმაცია, დათვალიერებულია და საქმეშიც არის წარმოდგენილი. ვფიქრობთ, რომ ეს მტკიცებულებები და სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში ქმნის იმ საფუძველს, რომ ბრალდებულის მიმართ დადგება გამოთქმულებელი განაჩენი. ჩვილთა ოპტიმალური კვებისა და ჯანსაღი ზრდა განვითარების ხელშეწყობის მიზნით აგვისტოში ძუძუთი კვების მსოფლიო კვირეული აღენიშნება. პირველთან დაკავშირებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ძუძუთი კვების მნიშვნელობაზე და ამ მიმართულებით საქართველოში არსებულ გამოწვევებზე იბრძოლეს. საზოგადოებრივი ჯანმრთელობის თვალსაზრისით ძუძუთი კვების მხარდაჭერა არის ძალიან ეფექტიანი და მნიშვნელოვანი ინვესტიცია დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობაში. თუმცა ეს პროცესი ყოველთვის მარტივი არ არის და ოჯახის მხარდაჭერასთან ერთად საჭიროებს კომპლექსური ღონისძიებების განხორციელებას. ისეთი გარემო შექმნას, სადაც დედას აქვს დროული და სწორი ინფორმაცია, ცოდნა, პროფესიონალთა მხარდაჭერა და ასევე სათანადო პირობები სამუშაო ადგილებზე. ძუძუთი კვება ნამდვილად უაღრესად მნიშვნელოვანია ახალშობილისთვის, ის არა მარტო
სრულფასოვანი საკვებია ახალშობილის, არამედ დაცვა და მისი ჯანმრთელობის საწინდარია. ხშირად მუსირებს აზრი, რომ დედას არ აქვს რძე. თუმცა ეს უმეტესწილად არ არის რეალური დიაგნოზი, ამას სჭირდება სწორი მიმართულება, აი ამ ლაქტაციის პროცესის სწორი მხარდაჭერა. კურიერის სამზიამით დასრულებულია, ჩვენ ერთმანეთს 6 საათზე შევხვდებით. მანამდე კი მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს rustave2.gr და ასკენერეთ QR კოდი და შემოგვერთით Facebook გვერდზე. დროებით.